შემთხვევა, რომელსაც მოგიყვებით, არც თუ ისე იშვიათია ჩემს პრაქტიკაში. აი, მაგალითისთვის, ერთი გოგონა მოვიდა დაახლოებით 2 თვის წინ და პრობლემა არის ის, რომ აქვს ჭარბი წონა, ინსულინ რეზისტენტობა არის საკმაოდ მაღალი, ასევე აქვს პოლიკისტოზური საკვერცხების სინდრომი, მენსტრუაციის გადაცემები და უშვილობა. მეუღლეს და ყველაფერი ნორმალურად შევამოწმეთ და რასაკვირველია, სანამ ორსულობას დავგეგმავთ, სანამ ვნახავთ თბილები გამტარია თუ არა, გავაკეთებთ საოფისე ჰისტეროსკოპიას, მანამდე გვჭირდება, რომ დაიკლოს წონაში. მე არ ვამბობ ახლა, როცა მეტრა 65 ხარ და სიმაღლე და დაახლოებით წონა არის 90, თუ კიდე 80, აი ცოტა მაინც უნდა დაიკლო. ანუ მთლიანი ამ ზედმეტი წონის, რაც გააქვს, იმის 30% მაინც უნდა დაიკლო. მე არ ვამბობ, რომ 100%, მაგალითად მეტრა 65-ზე 60 კილო ნორმალურია, მაგრამ არ ვამბობ, რომ 60, აი თუნდაც 90-დან 80-ზე რო ჩამოხვიდე, ეს უკვე კარგი ნიშანია და უკვე შეიძლება ორსულობის დაგიგვა. რასაკვირველია, სწორი კვებით და ნელ-ნელა და არა ერთბაშად და შიმშილობით. ცხადია ეს ყველაფერი, ამ ყველაფერს მე ვუხსენ პაციენტებს, აუხსენი, ნახეთ ანალიზები, დანიშნულება მივეცი, ინსულინ რეზისტენტობა ძალიან მაღალია. როგორც წესი, თუ ოდნავ მაღალია, მე არ ვუნიშნავ არაფერ მედიკამენტს, უბრალოდ ვეუბნები სწორი კვება, ფიზიკური აქტივობა და ამით შეიძლება ამის დაკრება, მაგრამ როცა ძალიან მაღალია, იქ უკვე უნდა დაინიშნოს პრეპარატი და იქ უკვე ენდოკრინოლოგის ჩართულობაც აუცილებელია. ამ შემთხვევაშიც ესე მოხდა. და მოდის 2 თვის შემდეგ განმეორებით ვიზიტზე და აბა საშინაო დავალება ხო და დავავალეთ დავაბარე და გააკეთა. წონაში არ დაუყლია, წამლები არ მეუღია. შევთავაზე, მაშინ მეუბნება, რომ აი არ შემილია ეს დიეტა, არ შემილია ისა, ყველანაირი მაქვს დაცდილი, თქვენიც ვცადე, ის ვცადე, ყველანაირი ვცადე, არაფერი არ შემილია, აი ვერ ვიკლებ, მაინც მინდა ჭამა. კი ბატონო, მეუთხარი, მაშინ არსებობს ესეთი შესაძლებლობა, საშუალება, რომ წონაში დაიკლო, უბრალოდ ეს ენდოკრინოლოგის რეკომენდაციით უნდა მოხდეს და აი ჩვენთან ენდოკრინოლოგი ანა მამასახლისთან მიდი და თუ უჩვენება არ გექნება რასაკვირველია, თავად გადაწყვეტს შენთან ერთად, გაიკეთე რა, დაგინიშნოს აი ესეთი პრეპარატები, იცით თქვენ ოზემპიკი, მუნჯარო, აი რომელიმე ეს პრეპარატი, ეს არის ინექციები, რომელიც მოქმედებს თავის ტვინის იმ ცენტრებზე, რომელიც აღძრავს მადას და ფაქტობრივად მადას კი ქვეითებს, ჭამს ცოტას და არ იმატებს. რასაკვირველია, მექანიზმის აუხსენი ამ პრეპარატის მოქმედების თან ძალიან უფრო დეტალურად, მაგრამ ამბობს, რომ იცით რა, მეშინია რომ მივიღო პრეპარატი და ნემსი და ინექცია და მედიკამენტი და საერთოდ რომ დაბლიო წამლები, ძალიან მეშინია. არ მინდა წამლების დალევა. გასაგებია, მაგრამ ჭამ, აი ეს საჭმელი, რომელსაც ჭამ, ზედმეტი რაოდენობით, ის ჭარბი საკვები, რომელსაც მიირთმევ, გაცილებით უფრო საშიშია, ვიდრე ნებისმიერი სხვა მედიკამენტი, რომელსაც ჩვენ გინიშნავთ. ამასთანავე, თუ მედიკამენტი არ არის უსაფრთხო, ჩვენ მაგას არ დაგინიშნავთ, ხო, არც ერთი ექიმი არ დანიშნავს, მე ესე მწამს, რომ იმისათვის, რომ პაციენტი დაასიანოს, მით უმეტეს ეს პრეპარატები, რომელსაც ვნიშნავთ, ეს არის სრულიად გამოკვლეული და ლიცენზირებული. და თან ინიშნება სპეციალისტის მიერ. მოკლედ ესეთნაირად. ეხლა თქვენ მითხარით, მე რა უნდა ვქნა? მართლა გეკითხებით სერიოზულად. ესე იგი, წონაში დაკლება არ უნდა, ჭამის კვების მოწესრიგება არ უნდა, ოზემპიკი ან მუნჯარო არ უნდა, ინსულინ რეზისტენტობის დამწევი არ უნდა, უნდა ორსულობა. არ ვიცი.